სიკეთე გადამდებია აქცია ამ სახელწოდებით ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოს წარმომადგენლებმა გამართეს და ჯეო ჰოსპიტალს ესტუმრნენ. მისაღებში ჰუმანიტარული აქციის პრეზენტაცია მოაწყვეს და იქ მყოფ საზოგადოებას აქციის მიზანი გააცნეს. პაციენტები და მომსახურე პერსონალი მოინახულეს და კბილეულით დაასაჩუქრეს. სიკეთის გავრცელება არის ერთობლივი ბედნიერება, რომელიც საბოლოო ჯამში როგორც ერთმანეთს, ასევე ამ ქვეყანას გადაარჩევს. უსიყვარულობის გარეშე ეს სამყარო დიდი ხნის დანგრეული იქნება. რაც მეტი იქნება მისწრაფება სიყვარულისკენ და ერთმანეთის პატივისცემისკენ, მით უფრო დიდი ხნის სიცოცხლე უწერია ამ სამყაროს და ამ ბავშვების მიზანიც სწორედ ეს არის გაამრავლონ სიყვარული, გაამრავლონ სიკეთე და ეს მოძრაობა გახდეს მისაბაძი. ყველას დიდი მადლობა რა. მონდა ეს დიდი უდიდესი სიხარულია ყველას. ჩვენსა რომ პატარები მოხვედით პატარებისთვის და გაისარჯეთ და მოგვილოცეთ ეს დღევანდელი დღე. აქციის მიზანია ადამიანებს შორის სიკეთის, სიყვარულის გაცვლა და ერთმანეთზე ზრუნვა. აქციის მონაწილეები ყველას მეტი სიკეთის კეთებისკენ და ქველმოქმედებისკენ მოუწოდებენ. ვიწყებთ საზოგადოებრივ აქცია სიკეთე გადამდებია. ძალიან გვინდა რომ შემოგვიერთდნენ ყველა და მიიღონ ამ ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობა. ერთად გავაკეთოთ სიკეთის გაკეთებას ხო რეალურად არ ძალიან დიდი ხარჯები არ ჭირდება და არ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მასშტაბური გეგმები, მხოლოდ მონდომება, ენთუზიაზმი. დღეს ბატონი შოთა დამოგვიდგა მხარში და ჭიათურელთა კავშირთან ერთად მოვახერხეთ რომ კიდევ და კიდევ უფრო გავგველამაზებინა დღევანდელი დღე, შობის ბრწყინვალე დღესასწაული აქ მყოფი ავადმყოფებისათვის. რუსთაველი მოსწავლე ვახტანგ დარახველიძე ჭიათურაში სპეციალურად აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. მომეწონა ამ პროექტის მიზანი და შევუერთდი მეც აქედანვე მოუწოდება ჩემ ქალაქსაც გავაკეთოთ ეს პროექტები, ერთმანეთს ამოვიდეთ მხარში და დავეხმაროთ მთლიან საქართველოს. დავნერგოთ სიკეთე, რაც ყველაზე მთავარია დღესდღეობით არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც ეს გახლავთ ამ თემის ვაჩუქოთ სხვა სიკეთე. აქციის მონაწილეების თქმით, სიკეთის კეთება რომ გადამდებია და ამ დროს სამყარო უკეთესობისკენ იცვლება, ამაში ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ. ჰოსპიტალში მოსწავლეთა საკრებულოს წევრების სტუმრობის დროს ქვეყანას ახალშობილი ნატალი ჩაფიჩაძე მოევლინა. 2015 წელს ნატალი ჭიათურაში მე-6 ახალშობილია. უდიდესი განცდა არის მე-5 ბავშვი. რაც ყველა დედას ვესურვებ, ყველა ადამიანს რომ მე-5 ბავშვი გააჩინოს. და უღრმესი მადლობა აქ რომ მოვბრძანდით და ეს სიკეთე ალბათ გადამდებია. ალბათ კი არა არის. აქციის სიკეთე გადამდებია მხარდამჭერები ასოციაცია ჭიათურელთა კავშირი და ტელეკომპანია იმერვიზია.